Ანტიდისკრიმინაციული კანონის შესრულება საქართველოში ხარვეზებით ხდება. მონიტორინგის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს. კოალიცია თანასწორობისთვის ინფორმაციით პრობლემები რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდა, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის კუთხითაც. მესამე სექტორის პოზიციით ვითარების გამოსწორებისთვის აუცილებელია პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის ხარისხის ზრდა. კოალიციაში თვლიან, რომ ომბუდსმენი კანონის აღსრულების და საჭიროების შემთხვევაში დაჯარიმების უფლებაც უნდა მიეცეს. ჩვენს ვიზიარებთ და სწორედ ამიტომაც ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს იმისათვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს დისკრიმინაციის გამოვლენის მექანიზმი. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ სასამართლოსადმი მიმართვამ არ უნდა აიძულოს მოქალაქე, რომ შეწყვიტოს სახალხო დამცველისადმი მიმართვა დისკრიმინაციის შესაძლებლობთან დაკავშირებით. ისევე როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით, ანუ ვალდებულება უნდა ჰქონდეს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებს მიაწოდონ ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმოადგენის დისკრიმინაციის ფაქტორთან დაკავშირებით. დღევანდელი ანგარიშის პრეზენტაციაზე კონსტიტუციური მისამეორე მხრივ წარადგენს უშუალოდ პოლიტიკური ნიშნის დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ძირითადი ნაწილი საქმეებისა გამოიკვეთა სამსახურად განთავისუფლების ნაწილში, ეს არის მუნიციპალიტეტები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თუმცა რიგ შემთხვევაში ჰქონდა საქმეები, რომლებიც ეხებოდა პოლიტიკური ნიშნის დისკრიმინაციას და ეს იყო დაუშვათ სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგები და ასე შემდეგ.